ეს პოპულარული ფრაზაა ყურს მჭრის როგორც კვების მენტორს. რაციონი, რომელიც მდიდარია ცხიმებით, ცუდია შენი ჯანმრთელობისთვის. ნახშირწყლებთან ერთად ცხიმები ენერგიის ძირითადი წყაროა და ორგანიზმში ძალიან ბევრ აუცილებელ ფუნქციას ასრულებს. შენი კალორიების მინიმუმ 20% უნდა მოდიოდეს ცხიმებისგან. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გადამუშავებულ საკვებში ნაჯერ ცხიმებს დაუმატეს დიდი რაოდენობით შაქარი, მას ცუდი სახელი დაერქვა რობერტ ლუსტიგი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პედიატრი და ენდოკრინოლოგი. შენი სხეულისთვის აუცილებელია ცხიმები, რადგან შენი ტვინის 60% ცხიმია. შენს ნერვულ სისტემას კი გამართული მუშაობისთვის სწორედ ცხიმები სჭირდება და შენი ორგანიზმი ზოგიერთ ჰორმონს ცხიმების დახმარებით აწარმოებს. სწორედ ცხიმია ის, რაც იცავს უჯრედებს და აგვარებს პრობლემებს. პრობლემას ქმნის არასწორად შერჩეული და ზედმეტი რაოდენობის ცხიმი. ტრანსცხიმები კი ისინი ნამდვილად მავნეა, მაგრამ ის რაც შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, როგორებიცაა ავოკადო თხილეული, ზეითუნის ზეთი, კვერცხი, თევზი, ბალახზე გაზრდილი ძროხის კარაქი ან ერბო აუცილებელია შენი ორგანიზმისთვის. ჭამე სწორად შერჩეული ცხიმები და შენი ორგანიზმი მადლობას გადაგიხდის. თუ გინდა რომ ზუსტად იცოდე, როგორ შეუთავსო ცხიმები შენს რაციონს და დაიკლო წონაში, მაშინ გელოდები კონსულტაციაზე. მომწერე Instagram-ის პირადში სიტყვა გასაუბრება და გამოგიგზავნი დეტალებს.